რა არის ახლა ყველაზე საინტერესო აი ამ კაბინეტში? ფლამინგო ეს არის ახალშობილთა მოვლის კაბინეტი და ასევე სწავლებების კაბინეტი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და გავაერთიანეთ პლუს ბინაზე მომსახურებაც ახალშობილებისთვის. აი მორჩა ჩაიარა მშობიარობამ, დამთავრდა ის საზეიმო დღეები, მოვიდა დედა და მამა სახლში ახალგაზრდა და დარჩნენ თავის პატარასთან უსულთურები. ყველაზე მძიმე პერიოდია მარტო მშობლებისთვის არა, მე მგონი ყველა ჩვენ აი ესეთ სიტუაციაში თუ გექნება გამოძახება და დაგვირეკავენ ფლამინგო გეძახით, მიფრინდება ფლამინგო მათთან, მივალთ ჩვენ სპეციალისტები და მე აქ წარმოვადგინე რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, მიუტანოთ, ეს იქნება სასტორი. აი ეს არის ის რაც ყველა მარიცის, ეს არის ხააკა ძუძუს მისადგამი რომ რძე მოგროვდეს. ასევე ვასწავლით რძის შენა. კი, ყველაფერი თანამედროვე მოდებია, სულ ყველაფერი. 13 წელი ხდება სექტემბერში და ეს იყო ყოველთვიური უდიდესი ღონისძიება 100-122 სულით და დიდი ზეიმი იყო ხოლმე. შემდეგ უკვე ეს ერთი წელია რაღაც შეწყდა, რაც იავნანაც დაიხურა და ის და სულ გული წყდება, რომ ბევრი დედები მოკითხვაში იყო ეს თემა, რომ როგორ შეიძლება მოგაკითხოთ, შევისწავლოთ ისევ და ფორმატი შევთვალეთ. თუმცა ესეც აღვადგინეთ ორსულთა სკოლა უკვე ერთი ქონდა ძალიან გრანდიოზული და კარგი თემებით. როცა ფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება მინდოდა მომეგროვები ნაწლების გამოცდილება, აი ამ ბავშვებთან ურთიერთობების მესწავლებინა დედებისთვის, მინდოდა სახელი. და უცებ წავაწყდი, თითქოს ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება. უცებ წავაწყდი ესეთ სამეცნიერო ნაშრომს, რომ ფლამინგო ყველამ ვიცით, რომ ეს არის ვარდისფერი წერო. რომ ფლამინგო, როდესაც ხდება დედა და თავის ბარტყები გამოჩიკავს, თეთრდება, იმიტომ იმდენად ბევრ მინერალებს და ვიტამინებს კარგავს, რომ ფერც კარგავს ის და ხდება თეთრი. აი როგორც კი ის თავის ბარტყებს დააფრთიანებს, ხდება ისე ვარდისფერი. მთელ სხეულს აძლევს შვილებს. მე ვიფიქრე, რომ კი შემიმჩნევია, რომ ზოგჯერ ფლამინგოები რაღაცა თეთრებივით არიან ვარდისფერი იმები და მიფიქრე, რომ ეს ჯიშია ესეთი, მაგრამ თურმე ისინი დედები არიან და იმიტომ არიან თეთრები. და შემდეგ ისე ვარდისფერდებიან, როცა დააფრთიანებს თავის შვილებს და ძალიან ანალოგი გავავლე დედასთან, ქალთან, რომელიც თავის შვილს ყველაფერს სწირავს, ყველაფერს გვერდზე გადასდებს, ხდება დედა და მერე წლები უნდება, რომ ისევ დაბრუნდეს იმ თავის ძველი ცხოვრებისკენ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამერქმია ამ კაბინეტისთვის ფლამინგო, რადგან ის დედობის და სიცოცხლის შემოტანის სიმბოლოა.